2014 წლის დეკემბერში ჩვენს ქალაქში საქართველოს ისტორიაში პირველად ჩატარდა ღვიძლის გადანერგვის ოპერაცია. და ეს ოპერაცია ჩაატარა ახა ქაშიბაძემ. და სწორედ ამ ადამიანმა დაანერგა და განავითარა ეს დარგი ჩვენს ქვეყანაში. ექიმი, ქირურგი, ტრანსპლანტოლოგი, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი ახა ქაშიბაძე იქნება დღევანდელი ჩემი გადაცემის სტუმარი. წავიდეთ მოყავა. ახალ დღეებში ღვიძლს რა ემუქრება, ამაზეც ხო ვისაუბრებთ. აუცილებლად ვისაუბრებთ ამ ყველაფერზე. პირველ რიგში უღრმესი მადლობა, რომ თქვენი ძალიან გადატვირთული გრაფიკის მიუხედავად გამონახეთ დრო და ხან ვიცი რომ მიდიხართ დღეს ბათუმიდან, ხო? რაღაცა გარკვეული პერიოდი. თბილისში მაქვს ოპერაცია და მე უკვე მივფრინავალ უცხოეთში. ყავა გიყვარს როგორც მე. მე არ ვიცი ბათუმელი თუ არის ვისაც ყავა არ უყვარს. მე მგონი ჩვენ რო ვიბადებოდით, იმ დროს ყავა ამ ქალაქის ერთგვარი სიმბოლოც იყო დელფინთან ერთად და ის ცნობილი ზღვისპირის ყავა, რომელსაც სილაზე ამზადებდნენ, ჩვენი სავიზიტო ბარათი იყო ერთ დროს. ამიტომ ყველა ბათუმელი არა მარტო უყვარდა და სვავდა. თქვენ წარმოიდგინეთ, ქვავდა კიდევაც. ყველა ოჯახში იყო საფქვავი და ბავშვი რო ვიყავი, ბებიაჩემს ვეხმარებოდი და ვქვავდი რა თქმა უნდა. ძალა უნდოდა და მიხაროდა, რომ აი ესეთ კაცურ საქმეს ვაკეთებ. ოპერაციების დროს თუ ახალმე მომენტი, რომ აი შუა ოპერაციის დროს ძალიან გინდებათ ყავა და ამ დროს რა ხდება? მე არასდროს ასე არაფერი არ მინდება, მაგრამ შესვენებას ვაკეთებთ, როცა ოპერაცია 9 საათი გრძელდება, ექთნები რომლებიც გვეხმარებიან, ადამიანებს ფიზიოლოგიური მოთხოვნილება აქვს და რაღაცა პერიოდში შესვენებას ვაკეთებთ, რომ ყველამ, ასე ვთქვათ, მოიწესრიგოს თავი და რაღაცა ცოტა ენერგია მივიღოთ, ყავა დავლიოთ, რაღაც შევჭამოთ. პირველად საქართველოს ისტორიაში ღვიძლის გადანერგვის ოპერაცია ჩატარდა ბათუმში 2014 წელს, ხო სწორად? 14 დეკემბერს. და სწორედ თქვენი ყავით ამ ყველაფრის ავტორი. დიახ. აი ძალიან მაინტერესებს დეტალები აი პირველი ოპერაციის, თქვენი შეგრძნებები და საერთოდ ამ დარგვის დანერგვის პირველი დღეები როგორი იყო? დავიწყებ ცოტა ოდნავ ადრე პერიოდიდან, იმიტომ რომ გადანერგვამდე უნდა მიხვიდე ის ერთ დღეს არ ხდება. მე მყავდა მასწავლებელი, პროფესორი აკაკი ბერიძე, რომელიც ამ ქალაქისთვის ძალიან ნაცნობი სახელია და ბევრი ადამიანია, რომელიც მისი ხელებით გადარჩენილია. სამწუხაროდ ის დღეს ცოცხალი არ არის და სწორედ ეს იყო ადამიანი, რომელსაც ჰქონდა მცდელობები 70-იან 80-იან წლებში მოსკოვში რაღაც ნაბიჯები გადაედგა ამ გზით, მაგრამ ეს მაშინდელ საბჭოთა კავშირში შეუძლებელი იყო, თუმცა სამყაროში პირველი ღვიძლის გადანერგვა 63 წელს ჩატარდა. და გასაკვირი არ არის ჩემი მასწავლებელი რატო ცდილობდა ამას 80-იან წლებში. იმ ოპერაციას, რომელსაც ჩვენ ვაკეთებთ, პირველად 86 წელს გაკეთეთ. ანუ არც თუ ისე შორი ასაკი იყო და მე რომ დავიბადე იმ წელს. დიახ. ხო და მე ეს ვიცოდი მისგან, მისი სურვილებიც ვიცოდი და 2008 წლის ომის დროს ფოთში კასეტური ბომბის ჩამოვარდნის შედეგად 18 წლის ბიჭი დაიჭრა, რომელიც რამოდენიმე კვირის შერთული ცოლი ყავდა, ახალგაზრდა ბიჭი, რომელსაც ღვიძლი დაუზიანდა, იქ გაკეთდა ოპერაცია, ბიჭი ძალიან მძიმე იყო და ჩვენ გადმოგვიყვანეს. რომ რეგიონის მიხედვით ვერ ატევდნენ ვერცად პაციენტებს და ბუნებრივია ჩვენც ვიღებდით. ჩემი ბრიგადა უნდა წავსულიყავით გორში, ჰოსპიტალში, მაგრამ მივიღეთ ბრძანება, რომ აღარ გავსულიყავით და დავლოდებოდით დაჭრილებს და მივიღეთ დაჭრილებს, მათ შორის ეს ბიჭი. მე არასოდეს დამავიწყდება მისი მშობლები, რომლებმაც უხმოდ დაიტირეს თავის შვილი. და ჩვენ ვეცადეთ ამ ბიჭზე ოპერაცია, მაგრამ ვერ გავაკეთეთ. ბუნებრივია ღვიძლის გადანერგვას მაშინ ვერ გავაკეთებდი და ამ ბიჭს ზუსტად მაგიჭირდებოდა. იმ დროს იყო ჯანმრთელი დედა და მამა, რომლებიც მიცემდნენ და გადაარჩენდნენ თავის შვილს და მე პირველად ვიგზენი უსუსურება ჩვენი და ვთქვი რომ აი მე ვალი მაქვს ამ ბიჭის და ეს ვალი უნდა გადავიხადო. ასე მესმოდა მე ეს იმ მომენტში და ის ბიჭი დაგვეღუპა. მე ვთქვი რომ მე ასე თუ ისე 2014 წლის 14 დეკემბერს მისი ვალი გადავიხადე. სხვა გადავარჩინე. და ეს ადამიანი, ვინც გადავარჩინეთ, დღემდე ჯანმრთელია, ბედნიერია. ეს იყო ახალგაზრდა გოგო, რომელსაც ღვიძლი მისცა თავისმა ძმამ, ორთავე ჯანმრთელია, ორთავე ბედნიერია და ჩვენი სავიზიტო ბარათია. ღვიძლმა ძმამ თვითონ ეს დიახ, ორთავე გახდნენ ღვიძლი და ძმა. ასეთი სურათიც გვაქვს, ორთავეს ერთი მაისური აცვიათ და ერთი ღვიძლი უხატიათ. ბატონ კახა, აი ოპერაციები და ეს თვითონ გადანერგვის ოპერაციებზე მაქვს საუბარი.
ამდენი საათი რო გრძელდება, ამ დროს თქვენი შეგრძნებები, ფიქრები, სათხართ ხოლმე ამ დროს? დღეს ჩემი ცხოვრება ცოტა გაიოლებულია, იმიტომ რომ ბევრი ახალგაზრდა ქირურგი გაიზარდა, რომლებიც თითქმის 50%-ს ამ ოპერაციის ისინი აკეთებენ დღეს. ჩემი შრომა ისეთი მძიმე აღარ არის, როგორც იყო ის თავიდან, რომელიც 23 საათი, 19 საათი გრძელდებოდა. დღეს ეს გადანაწილებულია, იმიტომ რომ მე ვემზადები იმისთვის, რომ ჩვენიერ დღეს ჩემმა ბრიგადამ, ჩემმა ექიმებმა, ჩემმა გუნდმა შეძლოს ამის გაკეთება ჩემს გარეშე. იმიტომ რომ ყველაზე დიდი ბედნიერება არის ის, როდესაც შენს მერე უდაბნო არჩება და შენს მერე ტოვებ უაზის ძალიან ბევრ კარგ ქირურგს, რომელიც ამის გამკეთებელია და შენი ოცნება რაც იყო და რისთვისაც შენამდენი იშრომე, ის შენი წასვლის მერე არ მოკვდება და პირიქით განვითარდება. მე ვფიქრობ, რომ ეს არის სწორი. დანერგვას და თქვენ ხართ ამ ყველაფრის ავტორი და ასე მასწავლიდა მე ჩემი მასწავლებელი, რომელიც ბედნიერესი იყო, როდესაც მე გავაკეთე პირველი გადანერგვა, ის ამაყობდა ამით. ანუ მასწავლებელი მოესწრო იმას, როცა გააკეთეთ. კი, რა თქმა უნდა. 14 წელს გავაკეთე, ის გარდაიცვალა შარშა, უნდა მოესწრო და ბედნიერი იყო ამით. ბატონ კახა, რამდენი ადამიანი სჭირდება ამ ოპერაციას? მე ვიცი, რომ ბევრი ადამიანი ყავთ. დაახლოებით 20 ჩვენ ვართ ორი ბრიგადა დღეს, თბილისის და ბათუმის ბრიგადა, ჩვენ ვართ ერთი გუნდი, ერთი ცენტრი, რომლებიც ვაკეთებთ ოპერაციას ბათუმში და თბილისში და დაახლოებით ამაში მონაწილეობს 9 ქირურგი, 4-5 ანესთეზიოლოგი, 4-5 მედდა და პლუს ამას ახალგაზრდა ექიმები, რეზიდენტები, რომლებიც სწავლობენ და ცდილობენ, რომ ჩვენი ერთ დღეს ჩაგვანაცვლონ. თქვენ ზოგადად ქირურგი ხართ და ფართო მასშტაბიანია ეს თემა, მაგრამ დღეს რაღაცნაირად მაინც მინდა რომ ღვიძლზე გავაკეთო კონცენტრირება. კი ბატონო. ორგანოზე, რომელიც თავისებურად უნიკალური, თავისი რეგენერაციის უნარით და ისტორია ამას ამბობს. იყო დრო, როდესაც მას საერთოდ ცენტრალურ ორგანოდ თვლიდნენ. გულის ფუნქციას მას ანიჭებდნენ და მხოლოდ მე-16 საუკუნეში ჰარვეიმ თქვა, რომ ასე არ არის. მაგრამ ბუნებრივია ღვიძლი ამით არ დაკნინებულა. ის არის უდიდესი ქარხანა, თითქმის 25 ფუნქციის მატარებელია და ჩვენ არ შეგვიძლია რამოდენიმე საათი ვიცხოვროთ მის გარეშე. ეს ყველაფერს ნიშნავს. მე რაც უფრო მეტად ვსწავლობ ადამიანის ორგანიზმს, უფრო მეტად ვწმუნდები, რომ ეს საოცრებაა. ასეთი ჰარმონია, ასეთი წყობრი, დაბალანსება, გვერდით დგომა. მთელი სამყაროა, ხო? ხო, ადამიანის ის არის მიკროსამყარო, რომელიც უფრო ლამაზია ვიდრე მაკრო. და ეს სკრუპულოზური სამუშაო, გადანერგვის პროცესი. ხო, აქ გარკვეული მისტიკაც არის, ხო? ერთი ადამიანის ორგანო მუშაობს მეორე ადამიანში და აი ხშირად ჩდება ასეთი მისტიური საკითხები, რომ ხო შეიძლება სული იმ ღვიძლში იყოს და მაშინ ერთი სული გადასახდა მეორე ადამიანის სულში. არის ასეთი მოსაზრებები, არის ბუდიზმში მაგალითად სხვა სარწმუნოებებშიც. მე ასე არ ვფიქრობ. მე ვიცი რომ ადამიანის სული მის სხეულში არ არის, ის უბრალოდ მის მთავარი ნაწილია, რომელსაც არ წონა აქვს, არ ძომა აქვს, ის ყველგანაა და არსად არ არის. და ერთი ორგანოს გადაცემა, მით უმეტეს ნაწილის გადაცემა სულს ვერ გადაიყოლებს და ადამიანი დარჩება, იმიტომ რომ ჩვენი იდეალური ნაწილი მაინც ცნობიერია, თავისტვინია და არა რომელიმე სხვა ორგანო. თქვენ ერთ-ერთ ინტერვიუში თქვით, რომ ყველა დონორი გმირია. რა თქმა უნდა, ყველა დონორი გმირია. შენ დაწვე თუნდაც 5 წუთიანი საქმისთვის დანისკვეშ, თუნდაც 5 წუთიანისთვის და ეს იმიტომ გააკეთო, რომ სხვის სიცოცხლე გადარჩეს, მე არ ვიცი, აბა გმირის სხვა განმარტება რა არის. თავი გაწირო სხვისთვის. ესაა გმირობა. შეიძლება ითქვას, რომ ეს გაწირვაა ერთგვარი? ხო, რა თქმა უნდა. არავინ არ იცის ის. დიდი რისკია. ნუ კარგი ქირურგის ხელში და სწორად დალაგებული სამსახურების ხელში რისკი მინიმალურია, მაგრამ 0.1%-იც რო იყოს თეორიულად ხო იმ ადამიანისთვის ის შეიძლება 100%-ად იქცეს. დიახ. თეორიულად ეს ხო შესაძლებელია რა. რა და ვიცი. იყო კიდევაც, ხო? ჩვენთან არა, რა თქმა უნდა და სამყაროში კი. აი ეს ლევან პირველის ამბავი გამახსენდა, ეს სტამბულში იყო, ხო? დიახ, ეს უცხოეთში მოხდა. თუმცა სხვა ქვეყნებშიც მოხდა რა, ამერიკაშიც მოხდა რა, ინდოეთში, სადაც მე ვსწავლობდი, ქვეყანაშიც მოხდა რა. საბედნიეროდ ჩვენ ღმერთმა აქამდე აგვაშორა ასეთი ტრაგედია, მაგრამ ასეთი რისკი არის. ყველა 10,000 გადანერგვაში ერთი იღუპება. წელიწადში თითქმის 10,000 იკეთდება, ანუ სადღაც ეს ცოცხალი დონორი იღუპება და ამიტომ ჩვენ უნდა ვეცადოთ, რომ როგორმე შევამციროთ ცოცხალი ხალხის რაოდენობა, გადავიდეთ გვამურ დონაციაზე და მერე იმედია, რომ გენური ინჟინერიაც წამოგვიშველება. აი 10 წლის მერე ეს სფერო როგორი წარმოგიდგენიათ?
მე ვერ წარმომიდგენია რომ 10 წლის მერე ჩვენ გვამური დონაცია არ გქონდეს. ჩვენ აუცილებლად დავიწყებთ მას. აი გენური ინჟინერია რამდენად მოგვისწრებს ამას ვერ გეტყვით. ავხსნათ რას ნიშნავს ეს? გვამური დონაცია. გვამური დონაცია ნიშნავს სწორედ იმ შემთხვევას, რითიც საერთოდ ტრანსპლანტაცია დაიწყო. ტრანსპლანტაცია დაიბადა გვამური დონაციით. ანუ როდესაც გარდაცვლილი ადამიანი, ოღონდ გარდაცვლილი არა იმ ტრადიციული გაგებით, რა გაგებითაც ჩვენ მოსახლეობას ის ესმის. ანუ ეს არის შემთხვევა, როდესაც ზუსტად გული მუშაობს და უკვე თავის ტვინი მკვდარია და პერსონალიზება აღარა ადამიანის. ანუ ეს პერსონა გარდაიცვალა. მიუხედავად იმისა, რომ მის სხეული ცოცხალია. გული თუ არ მუშაობს, ასეთი ორგანიზმიდან ორგანოს ამოღება არ ხდება. აზრი არ აქვს. ხშირად გამიგია, რომ ომით დაღუპულების ორგანოებს ყიდიან, ნუ ეს აბსოლუტური უცოდინარობაა. გული არ უნდა იყოს გაჩერებული. მიკროცირკულაცია არ უნდა იყოს. იმ ორგანოს არავინ არ მოიგებს. არც ერთი ორგანო უკვე აღარ. უბრალოდ არსებობს ეგრეთ წოდებული ტერმინები heartbeat და non-heartbeat. ანუ გულისცემი და გულისცემის გარეშე. ოღონდ აქ იგულისხმება, რომ როდესაც აბსოლუტურად ცემს გული, იმ დროს ამოღებული, ან როდესაც ელოდებიან და გულისცემა რო იწყებს შემცირებას, ანუ ბრადიკარდიაში გადადის, რაც მომასწავებელია, რომ 5-10 წუთში გული საერთოდ გაჩერდება, მაშინ იწყებენ. სასწრაფოდ გადაყავთ ხელოვნური გულის მართვაზე და იწყებენ ამოღებას. მაშინაც კი გული მაინც მუშაობს. მიუხედავად იმისა, რომ non-heartbeat ქვია ამ მოვლენას. ჩვენ ჩამოვრჩებით დღეს, ძალიან ჩამოვრჩებით ამ ხრივ. საქართველო? ხო რა თქმა უნდა, ჩვენ ჩამოვრჩებით იმ გაგებით, რომ არ გვაქვს გვამური დონაცია. აი თქვენ წარმოიდგინეთ ირანშიც კი გვამური დონაცია, საკმაოდ მაღალ დონეზე, დიახ. ეს არ არის სარწმუნოებრივი პრობლემა. მე ამაში ღრმად დარწმუნებული ვარ, უბრალოდ ცოტა მეტი უნდა მოვინდომოთ ყველამ, ექიბებმა, ხელისუფალმა, სარწმუნოებამ, საზოგადოებამ და მაშინ ყველაფერი გამოგვივა. აი ეს, რასაც ახლა თქვენ აკეთებთ, ჩემი გაგებით ამისი დახმარებაა და მხარდაჭერაა, რომ მეტმა ადამიანმა გაიგოს, იმიტომ რომ ეს პრობლემა როცა მივა ყველას ოჯახში შეიძლება მივიდეს სხვადასხვა მიზეზის გამო. შორის ჩემს ოჯახში სანამ არ მოვიდა ეს პრობლემა, მეც ასე კარგად არ მქონდა გააზრებული თუ რას ნიშნავს ეს. მესმის, იმიტომ რომ ადამიანები ცხოვრობენ თავიანთი პრობლემები და სხვისი პრობლემა კი შეიძლება არის რაღაც დონის თანაგრძნობა, ემპათია, მაგრამ ის სხვა დონეზეა, მაინც როცა შენ არ გეხება და ის შეიძლება ყველას ოჯახში მივიდეს და ხა წარმოიდგინეთ, რომ ოჯახში არც ერთის ორგანო არ მიდის და ფაქტიურად ახლობელი ადამიანი შეიძლება დაიღუპოს ამის გამო და აი წარმოიდგინეთ, როდესაც ჩვენ შეგვიძლია რომ იმ გარდაცვლილისგან, რაზეც ვისაუბრეთ, აი ეს როგორ ხდება? აი როგორ უნდა მოხდეს? გარდაიცვალა ადამიანი და შემდეგ გაყინვა ხდება ორგანოსი? არა, არავის გაყინვა არ ხდება. შეუძლებელია რაიმე გაყინო. აქ საუბარია, რომ როცა შევაფასებთ ჩვენ მას გარდაცვლილად, მაშინ იწყებს ეგრეთ წოდებული დიდი ტრანსპლანტოლოგიური საბჭო, რომელიც ყველაფერი ამას ეთიკურ საკითხებს, იურიდიულ საკითხებზე აღარ ვსაუბრობ. არსებობს ბრიგადა, რომელიც გადის ორგანოების ამოსაღებად. და ჯერ უნდა ამოვიღოთ გული და ფილტვი, იმიტომ რომ გული ამოღებიდან 6 საათში გადანერგილი უნდა იყოს, თორე გადაავაგდებთ მას. ღვიძლით მაქსიმუმ 12 საათი, ყველაზე დიდხანს ძლებს თირკმელი 35 საათი. რაც თქვენ მკითხეთ, ეს არის სპეციალური პერფუზიული მანქანები, რომლებიც ამ ორგანოს ინახავს. მაგრამ სულ ესაა შენახვის დრო. ეს შენახვა არის ტრანსპორტირებისთვის, იმიტომ რომ შეიძლება ასეთი ორგანო, ანუ გვამი, იყოს მაგალითად ქუთაისში. გულის მოთხოვნა იყოს თბილისში, თირკმლის მოთხოვნა თქვათ ბათუმში, ღვიძლის ისევ ქუთაისში. მაგრამ ცენტრი ხო ამდენი ვერ გვექნება. ცენტრი იქნება ერთი აღმოსავლეთში, თბილისში, ერთი ბათუმში. ამ შემთხვევაში არსებობს მოცდის მოლოდინის სია, სადაც ავანტყოფები დგანან. მთელი პროცესია. და რა თქმა უნდა, ამას ჭირდება სტრუქტურა, ამას ჭირდება სახელმწიფოს ხარდაჭერა და ჩარევა და სტრუქტურების. ამას ერთი კახაკაშიბაძე ვერასოდეს ვერ იცავს. მეზობელ ქვეყნებში არის, ხო? კი, როგორ არა. ნუ თურქეთში არის, რუსეთში არის, ბულგარეთში არის, რუმინეთში არის. ამას რაღაცა კანონი და რეგულაცია ჭირდება. თქვენ წარმოიდგინეთ, კანონი გვაქვს. კანონი არსებობს, აბა რა გვიშლის ხელს? არ ვიცი, მე ხო თქვი, ყველამ უნდა მოვინდომოთ. მე ვებერთელა საგანმანათლებლო სამუშაოა ჩასატარებელი რეანიმაციულ განყოფილებებში, რათა ეს პაციენტები სწორად გამოვლენილი იქნას. ეს არ არის მარტივი საქმე. გამოვლენის გარდა ისე უნდა ვიმოქმედოთ, რომ არ გავაფუჭოთ ორგანო, არ მივაყენოთ ზიანი, არ დავაინფიციროთ. იქ ბევრი ნიუანსებია. ეს ყველაფერი გადალახვადია. უბრალოდ უნდა შეიქმნას სისტემა, რომლის ამის მაკონტროლებელი ხელისშემწყობი და ინიციატორი იქნება. ერთი კაცი და ვერც
ტრანსპლანტოლოგთა ასოციაცია ამას ვერ შეძლებს. ვერ შეძლებს. თუ ამაში სახელმწიფო არ გამოვიდა, როგორც გარანტორი, რომ არ მოხდება ადამიანის ძალით მოკვდინება, ამ საფარქვეშ ცოცხალისგან არ მოიღება, ეს ახას ხო არ უნდა ენდოს ადამიანი რა, სახელმწიფოს უნდა ენდოს, სახელმწიფო უნდა იყოს ამის გარანტორი, რომ ეს არ მოხდება. ამიტომაც მე არცეთ გადანერგვას არ ვაკეთებ, თუ სახელმწიფოსგან არ მივიღე თანხმობა, სასამართლოდან თუ არ მივიღე თანხმობა. მოსამართლე იღებს, რომ ეს კაცი ამის დონორი იყოს, რომ მაქსიმალური ნდობა იყოს, მაქსიმალურად ყველა იყოს დარწმუნებული, რომ აქ რაიმე მავნებლობას ადგილი არ აქვს. თანაც ისეთ ქვეყანაში, რომელსაც რთული 90-იანების ისტორიული გამოცდილება აქვს. და ჩვენს ქვეყანაში ზოგადად ღვიძლის პრობლემა. მაგრამ არის დიდი პრობლემა თირკმლისა. თქვენ რო ნახოთ, რამდენი პაციენტია დიალიზზე და ჩვენ შეგვიძლია მათი დიდი ნაწილი უბრალოდ დაუბრუნოთ საზოგადოებას და 24 საათი არ იყოს დიალიზის აპარატზე მიმული. გული, რომელიც ჭირდება და საქართველოში ვერ ვაკეთებთ, იმიტომ რომ ცოცხალი დონორიდან გულს ვერ ამოიღება, გულს ვერ გაჭრი. ასეთი მიზეზის გამო მილიონობით ლარი იკარგება ქვეყნიდან, იმიტომ რომ ამათ უცხოეთში უნდა გაიკეთონ ოპერაცია. იქაც შეზღუდული აქვთ მათი ორგანო და ასე ყველა არ იძლევა ყველაფერს. აქვს ამ ქვეყანას ამ ყველაფრის პოტენციალი? კი, რა თქმა უნდა. ახალგაზრდა მედიკოსები, ახალი თაობა, ძველი თაობა. ჩვენ ვაკეთებთ ტრანსპლანტაციის ყველაზე რთულ ნაწილს. ეს არის ცოცხალი დონაცია. გვამური დონაცია ტექნიკურად უფრო იოლია. სად თლიანი ორგანოს ჩანერგვა და სად მისი ნაწილის ჩანერგვა. იქ ყველაფერი მოკლეა, ყველაფერი რთულია. დონორის ოპერაცია ცალკე. გვამური უფრო მარტივია ამ გაგებით, მაგრამ იქ უფრო რთული საორგანიზაციო სამსახურია გასაწევი. მე ვფიქრობ, ამასთან ნელ-ნელა ჩვენ მაინც მივალთ ეს გვინდა თუ არ გვინდა, ამიტომ გითხარით, რომ 10 წლის მერე ეს ნამდვილად იქნება. და მე იმედი მაქვს, ჩვენ კიდევ ერთხელ გავისეინებთ ბათუმის ქუჩებში და ამას გავიხსენებთ. გავიხსენებთ, აუცილებლად. სადღაც არ ვიცი მოვისმინე, მე მგონი თქვით, რომ ძალიან ხშირია, როცა გადარჩენილი პაციენტები მხვდებიან და ვერ ვცნობ. კი, იმიტომ რომ იცვლებიან. ამდენ პაციენტში რთულია. ახალგაზრდავდებიან, იმიტომ რომ ახალი ქარხანა ჩაიყენეს ორგანიზმში. ნუ უმეტეს მათგანს ვერ ვცნობ. აი წარმოიდგინეთ პაციენტი, რომელიც დიდი მუცლით, ასიტურის სიითხით, გატანჯული, გაყვითლებული, ხშირად მათ აქვთ ეგრეთ წოდებული კუნთების განლევა, სარკოპენია და ყველაფერი ამის გამო ადამიანის დაბერებულია. აი კაცი შეიძლება იყოს 40 წლის და გეგონება 70 და გადანერგვის შემდგომ ხშირად მასხრობ, როცა მეუღლე ინერგავს, ცოლი თქვა, ქალბატონს უნერგავთ, მეუღლეს ვეუბნები, რომ კარგად დაფიქრდი, ეს ახალგაზრდავდება და მე ვუყარე ახალ მეუღლეს მოითხოვს მეტი. მასხრობ. წელს ზაფხულში ძალიან ცნობილი ტრანსპლანტოლოგი ყავდა სტუმრად, იან ლერუტი და ერთ-ერთმა ჩემმა პაციენტმა, რომელიც საგორიალო ეტლით დაყავდათ, ზუგდიდში დაგვპატიჟა და მე ეს ქალბატონი პირველად რო ჩამოვიდა დასაპატიჟებლად უცებ ვერ ვიცანი. იმდენად შეცვლილი და გალამაზებული და რაღაცა და ნუ რა ვიცი ახლა ზუგდიდის ძალიან ბევრი მოსახლეობა შეხვდა მისი ახლობლები, იქ სუფრა, რაღაცეები და ხალხი ამას აღნიშნავდა, რომ ეს ადამიანი მეორეჯერ მათ თვალწინ ხელახლა დაიბადა და ზოგი მათგანი იმ რიცხვს აღნიშნავს, როგორც მის მეორე დაბადებას. რეაბილიტაციის პროცესია ასევე ძალიან რთული. კი, ძალიან რთული. საყურადღებო და ასე შემდეგ. თქვენ პირველი 6 თვე ძალიან რთულია. ოპერაციის დროს 90% ჩემი პასუხისმგებლობაა და შემდეგ ნელ-ნელა იკლებს და პროცენტული მაჩვენებელი ტრიალდება ასე ვთქვათ. ყველა საქმეში ასეა. სადღაც მე უნდა ვიყო მაქსიმუმი და სადღაც პაციენტი და მისი ახლობლები უნდა იყოს მაქსიმუმი. ეს არის ურთიერთსიმბიოზი, ამის გარეშე წარმატება ვერ იქნება. ყველაზე მნიშვნელოვანი რა არის? ანუ გააზრების თვალსაზრისით ვამბობთ, რომ იქ რო ყვება, მედიკამენტოზური მკვლელობა და ასე შემდეგ გასაგებია. ეს პაციენტების დიდი უმრავლესობა არაჯანსაღი ცხოვრების წესით მივიდა ამ პრობლემამდე. ზოგი შემთხვევით დაზიანდა, ზოგი არაფერ შუაში არაჯანსაღი ცხოვრება, მაგრამ ზოგი ასეა. აი ამ ადამიანებმა პირველ რიგში უნდა მიხვდნენ, რომ დაიწყონ უნდა ახალი ცხოვრება. სადღაც უნდა ის ძველი კახაკაშიბაძე უნდა მოკვდეს და დაიბადოს ახალი კახაკაშიბაძე. თუ ის ამ დაბადებისთვის, ამ ტრანსფორმაციისთვის მზად არის, მაშინ მას ექნება წარმატება. თუ ამისთვის მზად არ არის, მაშინ ჩვენ დავმარცხდებით. ჯერ არ ყოფილა რომ ეთქვათ არაო, მაგრამ შეიძლება რომ ადამიანი ისე ძველ ჩვეულით მსაუბრობს. სამწუხაროდ კი. ერთმა ბოლოს ისიც მითხრა 10 განსვენებულმა, რომ კახა ექიმო, მე მაგი იმიტომ გადავინერგე, რომ ისე ვიცხოვრო როგორც მინდაო და ვერაფერი ვერ უთხარი, იმიტომ რომ
ისე ვიცხოვრო. ისე ვიცხოვრო როგორც მე მინდაო და პრინციპში ხო ადამიანი ბედნიერებისთვის ცხოვრობს. ჩვენ ხო გვინდა რომ ის ბედნიერი იყოს და მე რამე თქვა ეხა იცხოვრე დიდხანს, მაგრამ უბედურად მეთქი ეს ვერ უთხარი. არჩევანი ყველა ჩვენი გვაქვს. ჩვენ ხო ჭეშმარიტებას არავინ არ ვსაუბრობთ. შეიძლება ჩვენ რო დღეს გონია რომ კარგს ვეუნებით, ამ დროს ცუცს ვეუნებით იმ ადამიანს და ამიტომ ჩვენი უნდა ურჩიოთ, ჩვენ უნდა დავეხმაროთ, მაგრამ მას რა უნდა ადამიანმა თვითონ უნდა გადაწყვიტოს. ისე ტოპ 3 მტერი რა ღვიძლის ესკიმანი. აჰა, დაინტერესდნენ. ტოპ 3? კარგი, დავიწყებ პირველი ნარკოტიკებით. ოღონდ არა თავად ნარკოტიკი. თავად ნარკოტიკი არაფერს ხელს არ უნებს. აი მორფი რო იკეთო და არანაირ ჰეპატიტს არ დაგმართებს. პრობლემა იყო ის რომ რაც დღეს ნაკლები პრობლემაა, არ იყო ერთჯერადი შპრიცები, ერთი და იგივე შპრიცით რამოდენიმე ადამიანი იკეთებდა, მაგრამ თუ ნარკომანი ხარ, შენ მაინც კარგავ ამ სიფრთხილეს და საბოლოოდ მაინც ჩადიხარ ამ შეცდომას და იმ საზოგადოებაში ერთიც რო იყოს დასნებოვნებული, ყველას დაასნებოვნებს. პირველი ყველაზე დიდი მტერი აი ეს არის. ნემსი. მეორე ეს არის ალკოჰოლი, რა თქმა უნდა. მაგრამ მე შემიძლია პირდაპირ თქვა, რომ ოღონდ ამას ვერ ვიტყვი მე რაიმე მტკიცებულებებზე დაყრდნობით, ეს უბრალოდ ჩემი მოსაზრებაა, მაპატიეთ ამისთვის. ალბათ სიამოვნებით ჩავატარებდი ამ კვლევას. მე ვთვლი, რომ ღვინო არ იწვევს ღვიძლის ციროს. ეს ჩვენი ტრადიციაა, ჩვენ 1000 წლეულებია ღვინოს მომხმარებლები ვართ. და ეს პრობლემა ამ ქვეყანას არ ედგა, თორე ქვეყანა ამას არ იზამდა. ქართველებს ცოტა განსხვავებული ღვიძლი გაქვთ, ამაში დარწმუნებული ვარ. ისინი ძალიან დიდი ზომისაა, სხვა ქვეყნებთან შედარებით, სხვა ქვეყნის ხალხებთან, დიახ. და გენეტიკური ამბავია. მე ვფიქრობ, არის გენეტიკური საკითხები ამ ამბავში. უბრალოდ ამის შესწავლის საშუალება არ მომეცა ჯერჯერობით. აუ რა საინტერესო და რა მნიშვნელოვანი კვლევა იქნება. მაგრამ ძირითადად მე რასაც უკვირდები და რაც ცნობილია, ეს არის ეთილის სპირტი, რომელიც იწვევს ციროს და არის მტერი. ეს არის არაყი, ვისკი. აი ეს დასალევები, სპირტი, ყოველდღიური მოხმარებით გარკვეული დოზით, თუნდაც არა თრობით, აუცილებლად მეგვიყვანს ამ პრობლემასთან და მესამე პირი. ანუ ჭამა, ზედმეტი და ამიტომაც მე დავკავდი ძალიან ადრეც ბარიატრიით, რომ ბევრი ადამიანი, რომელიც გაცხიმოვნებას მიყავდა ესენი ღვიძლის ციროსთან, ეს პრობლემა შემეჩერებინა. ეს პირდაპირ გადაჯაჭვულია ჩემ საქმესთან, ამიტომ მე დღეს დიდ ნაწილს ვაკეთებ ბარიატრიას და ონკოლოგიას. ბატონ კახა, რეალურად ადამიანს ხო ძალიან ცოტა საკვები სჭირდება იმისთვის, რომ მიარსებოს? გასაოცრად ცოტა, მაგრამ არის მოთხოვნები. რეცეპტორების თამაშია ყველაფრის ჩვენ ხო ცოდვილები ვართ. თუ ჩვენ აპრიორი დაუშვებთ, რომ ჩვენ ვართ ცოდვილები, ცოდვარი სიამოვნების მიღება, ლოგიკურად, ხო? ძღომა ხო სიამოვნება? ჩვენ ამ ცოდვას ჩავდივართ. საკუთარი თავის წინაშე თან. მათ შორის გაძღომის გარეშე უნდა ადგენ, მაგრამ სუფრაზე რო ხარ, რო K-pop, ქართული ტრადიციით, ახლა ვინ გააკონტროლებს ზღომას? ვერავინ, ვერ ვაკონტროლებთ. აი ჭარბწონიანების პრობლემაც არის, რომელიც დღეს დადასტურებულია და უცხოეთშიც თითქმის 25% ღვიძლის ტრანსპლანტაციის უკვე მოდის არა ჰეპატიტებზე, არამედ ეგრეთ წოდებულ ნეჟზე, ანუ ნონ-ალკოჰოლიკ ჰეპატოსტეატოზის, ანუ არაალკოჰოლური ჰეპატიტების და ჰეპატოსტეატოზების, რაც გამოწვეულია ჭარბწონიანობით. აი ეს ახალწლო დღეები გვაქვს ახლა საქართველოში და გარემოც და უნებრივია ქართული სუფრა და ეს გენერალი მისმევა. ახალწელს დიეტა გვერდზე უნდა გადადოს მოსახლეობა, ხო. რა თქმა უნდა, ახლა გადანერგილები მეკითხებიან 2 ჭიქა, 3 ჭიქა, ვეუბნები კი, ოღონდ ჩემთან ერთად. თუ მე არ ვარ, არა. მე ვერ დამიჭერენ ასე მარტივად. ანუ გადანერგილებისთვისაც 1-2 ჭიქა შეიძლება? 1 ჭიქა ღვინო შეიძლება, რა თქმა უნდა, არანაირი პრობლემა არ არის და არც 2. გაზიანი, ანუ შამპანური არ შეიძლება. ბატონ კახა, მთელი ცხოვრება ამ წესს უნდა დაექვემდებაროს გადანერგილი. იმათ თავის დასალევი დალიეს. სამწუხაროდ დაასრულეს ეს საქმე. ყოველთვის უნდა ახსოვდეს, რომ კი ის ჯამრთელია, მაგრამ ის ჯამრთელი არ არის. მას გადანერგილი ღვიძლი აქვს. მას ღვიძლი აქვს, რომელიც რამოდენიმე საათი ტაშტში იდო უსისხლო. ვახ. და ისეთი ღვიძლი ჩაიდო მის ორგანიზმში და ის ვერ იქნება იმაზე უკეთესი, რაც დედამ და მამამ მოგცეს. ღორის ხორცი მართლა ასეთი მავნებელია ღვიძლისთვის? ძროხის უფრო მავნებელი. რას ლაპარაკობ? დიახ. ვა, რა სამ, მე შემასაკალა. აი, იმიტომ არ მიყვარს მე ძროხის ხორცი.
ხო არა, მაგას ვერ ვიტყვი, ახლა თქვენ გნევავთ ძროხის ჭამეთ, გნევავთ ღორის, არანაირი პრობლემა არ არის, მთავარია ზომიერებას ვიცავდეთ ადამიანები და ჩვეულებრივ როცა ჩვენ ციროზით პაციენტი ყავს, მათ მხოლოდ ფრინველის ხორცის უფლებას ვაძლევთ. მაშინ ვიღებთ ყველაფერ ამას. მიზეზი რა არის? ხორცი კი არაა მავნებელი. მავნებელია ის ამინომჟავები, რომელიც იქ დაიშლება, წარმოიქმნება ამიაკი. ამიაკის გადამუშავების ძირითადი ქარხანა ღვიძლია, ის ვერ ამუშავებს ამას, ხდება მისი დაგროვება და იწვევს ენცეფალოპათიებს და პაციენტის დამძიმებას და აი ეს ცეროზი ახლა დილეტანტურია ჩემი კითხვები, იმიტომ რომ ბუნებრივი ახლა სამედიცინო ჟურნალისტი თქვენი კითხვა არის, იმიტომ რომ საზოგადოების ენაზე ვისაუბრებ. მე ვცდილობ ამას, რომ მათ ენაზე ვისაუბრებ. კი, ჩემი მიზანიც ისაა, რომ უფრო მარტივად გასაგები იყოს ჩვენი საუბარი და ამიტომ აი ესე დილეტანტურ კითხვას დავსვამ. ეს ცეროზი ჩემთვის ყოველთვის ასოცირდებოდა ღვიძლის დაშლასთან. დიახ. აი ესე იშლება პირდაპირ გაგებით? აბა რას დაშლით არაფერს არ იშლება. მე გეტყვით, ეს არის ბერძნულ-რომაული წარმოშობის სიტყვები, ხო? ციროზის კირი, ციროზი თავის თავში ნიშნავს დაპატარავებას. აზრი არის, რომ ციროზი რაც არის, სიტყვით ნიშნავს დაპატარავებას. ღვიძლი ერთადერთი ორგანოა, რომელიც ციროზის დროს დაპატარავების, ანუ შეჭმუხნას ნიშნავს. შეჭმუხნის მაგროდ შეიძლება გადიდდეს. მაინც ციროზად ითვლება. დიახ. ხა რას ნიშნავს? ციროზი არის მოვლენა, რომლის დროსაც. აი მარტივად რო წარმოიდგინოთ, ნებისმიერ ნივთს გააჩნია თავისი სტრომა, ანუ კარკასი და მერე ზედ არის დაშენებული, თქვათ რაღაც კარგი, ხო? მაგალითად ხეს კარკასი აქვს ხე და მერე მოდის ნაყოფი. აი ციროზის დროს ხის ნაწილი იზრდება. გამარჯობათ თქვენს. დიდი მადლობა. ბედნიერად მეუღლე მომიგითხეთ. ხე რო იზრდებოდეს და ნაყოფი მცირდებოდეს. ანუ იმ ორგანოში მნიშვნელოვანი არის არა ხე, არამედ ნაყოფი. ასეა ჩვენს ღვიძლშიც. მისი სტრომა კი არაა მნიშვნელოვანი, მისი პარენქიმაა, რომელიც ფუნქციას ასრულებს და ამათი პროცენტული შეფარდება იცვლება. ანუ სულ უფრო მრავლდება ის, რაც არის კარკასი და სულ უფრო მცირდება ის, რაც არის ფუნქციის შემსრულებელი და თუ ამის რაოდენობა 25-ს ქვემოთ ჩამოვიდა, დაიწყება უკმარისობა. და ეს არის გზა ციროზის განვითარებისკენ. ჯერ იწყება ფიბროზი, პირველი ხარისხის, მეორე, მესამე, მეოთხე და მერე მივალთ ციროზთან. ციროზის დროს უკვე გვაქვს გაქვავებული ღვიძლი. და ჩვეულებრივად საქონლის ღვიძლი ხო გვინახია ყველას, რბილი, ფაფუკი. ის არის როგორც ქვა, რო გადაწიო გადატყდები. აი მას ქვია ის დაშლა, თქვენ რო გულისხმობთ. ანუ პირდაპირ გაგებით დაშლა არაა. ხო, დაშლა არ არის, მაგრამ მოშლა კია. ძალიან ძვირად ღირებული ოპერაციაა, გადანერგვის ოპერაცია და ღმერთს მადლობა საქართველოში არსებობს იმის სახსრები, რომ ეს ოპერაცია დაფინანსდეს. მაგრამ იმ შემთხვევაში თუ დონორად შეიძლება არ მოერგოს პაციენტს არც ერთი ოჯახის წევრი, როგორ ხდება დონორის პოვნა? საბედნიეროდ ჩემმა ერთმა აწუკვე გარდაცვლილმა პაციენტმა, რომელმაც დაუბრუნდა თავის მავნეჩვევას, თურქეთში გარდაიცვალა სამწუხაროდ, მან მოიგო სასამართლო. ადრე ჩვენთან არ იყო ამის უფლება და მან სიმბოლურად ვარ საკონსტიტუციო სასამართლოსთან და საკონსტიტუციო სასამართლოში პარლამენტს მოუგო და შეიცვალა კანონი, რომელიც ამბობს, რომ შეიძლება შენი დონორი იყოს არა ნათესავი, არა ოჯახის წევრი, შეიძლება იყოს ემოციურ კავშირში მყოფი ადამიანი თქვენთან, მეგობარი, ახლობელი. ანუ ღვიძლით შეიძლება გრძნობდე ადამიანს? ხო, ნათლული, რა ვიცი, ძმაკაცი და არაერთი მყავს ასეთი ადამიანები, რომელიც მეგობრისთვის შვებიან, მამიდაშვილი, ბიძაშვილი. ჩვენ ხო საქართველო ვართ, არა? ჩვენ ხო სხვა ტიპის ადამიანები ვართ. ჩვენ შეგვიძლია დავჭამოთ ერთმანეთი. აი, მე ახლა ვამზადებ და-ძმას, რომლებიც 6 წელი ერთმანეთს არ ელაპარაკებოდნენ. და რო უთხარი, რომ დაასრო თქვენ გადასანერგი ხართ და ოჯახი გება გყავთ ვინმე და არ მყავსო, მითხრა და ქმარმა უთხრა, ძმა ყავსო, მაგრამ არ ლაპარაკობენ. მეორე დღეს მოვიდა ეს ძმა. მეორე დღეს მოვიდა და მითხრა, რომ მე დონორი ვიქნები. არ არის ეს საოცრება არის. აი ხანი არ უჭირ. ამისთვის ღირშრომა. ამიტომ უკეთია ამბობ სათვალების ზეკია. ანუ ემპათია ჩვენი ნაწილი არ შეიძლება ასეთ რაღაცაზე ემოციები არ გამოხატოს ადამიანს. ეს მედიცინაზე უფრო არის ადამიანური ურთიერთობები, რომელიც ჩვენ გვახასიათებს. ჩვენ შეიძლება არ გავაკეთოთ ქვეყნისთვის არაფერი, მაგრამ ვიღაცამ რო გითხრას, რომ როგორ ახლა შენ არ მოგვტები ამისთვის, წახვალ რაღაცა სხვა რამეს ისამო
მაშინ პრინციპულად მოკვდები და იმას არ დათმობ. ასეთ ტიპის ადამიანები ვართ. განსხვავებული ადამიანები ვართ სამყაროში. მე არ მინახავს ჩვენი ხასიათის მქონე ადამიანები. მე არ ვამბობ რომ ეს კარგია. სულ არ ვამბობ ამას. ეს უბრალოდ ჩვენია. დღემდე რო ვართ, შეიძლება ეს ამის დამსახურებაცაა, თორე ბაბილონი გაქრა და ჩვენ რანაირად ვარ დღეს აქ, რა მიზეზით ვართ აქ. მე მინდა რომ უფრო მეტმა ადამიანმა გაიგოს და გაიაზროს ის რომ საქართველოში დღეს უკვე არსებობს და დანერგილია ის დარგი, რასაც ქვია ღვიძლის ტრანსპლანტაცია და დღეს ღვიძლის დაავადებებით ადამიანები აღარ კვდებიან. ნაკლებად კვდებიან, უფრო სწორი ვიქნებით. ჩვენ სიკვდილს ვერ გავაჩერებთ, ის ჩვენი განუყოფელი ნაწილია. ჩემი მიზანი სულ სხვა რამ არის. არა სიკვდილთან ბრძოლა, მე არ ვებძვი სიკვდილს. მე ვიბძვი ადამიანისთვის, რომ მისი სიცოცხლე გავახანგრძლიო, ან მისი ცხოვრების ხარისხი გამაუმჯობესო, ესაა ჩემი მიზანი, რომ ადამიანმა იცხოვროს ცოტა უფრო დიდხანს, ოჯახი მას ეფერებოდეს და მისი ცხოვრება იყოს ბედნიერი. ეს არის ჩემი მიზანი. მე არავის არ ვპირდები, რომ სიკვდილს დავამარცხებ, ეს სიგიჟია. მე როგორ უნდა დავამარცხო ის, რაც ბუნებრივია ამ ქვეყანაზე, ხო? ბუნების კანონია. ჩვენ უნდა ვიბრძოლოთ იმაზე, რაც ხელი მიგვიწვდება და ეს ცოტა არ არის. სადღაც მოვისმინე, არ ვიცი ხა თქვენ მომიყვებით თუ არა ამ ამბავს, მაგრამ მომეწონა. ხო. თქვენი ახალგაზრდობის ამბავი როგორ მოიპარეთ კარი კი. სასამართლოს შენობიდან. მე ხო ადამიანი ვარ, მე თქვენნაირი ვარ და მეც 1000 სისულელე მაქვს ცხოვრებაში ჩადენილი. თავარი მიზანი ის უნდა იყოს, რომ ადამიანს არანაირი ზიანი არ მიადგეს შენი ცუდის აქციელიდან თუნდაც. გარშემო არავინ არ უნდა დაზარალდეს ამ. თავისთავად, მაგრამ ცუდი არ ვიცი, მაგრამ საინტერესო საქციელად კი მომეჩვენა კარი რანაირად გამოიტანეთ შენობაში. ნიზლავის გამო გავაკეთე, თორე არაფერი შემჭირდებოდა მე ის კარი. უბრალოდ დავენიზლავე ერთ კანონიერ კურსს, რომელიც ჩემი ძმაკაცი იყო, აწ გარდაცვლის სამწუხარო და რა ნიზლავი დაიდო? რომ მე სასამართლოში შემიძლია მოვიპარო და თქვენ სახში იპარავთ. მე ვთხარი არ ცხენიათ მე, თქვენ ადამიანს პარავთ. შენ რა იციო ქურდობა რაო და მე ვთხარი, კაი, თუ არ ვიცი, მე მოვიპარავ მეთქი. ეს 90-იანებია? ხო, რა თქმა უნდა. და მერე? მერე მოვიპარეთ. და ვერავინ ვერ გაიგო? რავი, დღემდე არავის მოუკითხავ ჩემთვის და ის სასამართლოც აღარ არის. ანუ დანაშაულის ხანდაზმულობა უკვე კარგახანია გაგას. ხო, რა ვიცი, ახლა თუ მოწმეებს ნახავენ, მე მზად ვარ ვაღიარო. მე ტელევიზიით ვაღიარებ აგერ. მივედით მანქანით, მივიყვანეთ მუშები, ვიცოდი მე რომ იქ რემონტი მიდიოდა და მივედი და იქ მუშები გავლანძღე, ეს ვითომ პრარაბი იყო, ესეც გავლანძღე, რომ ასეთი კარი როგორ შეიძლება სასამართლოში ჩასვა, ახლავე გაატრიეთ აქედან მეთქი და იქ სხვებიც გამოვიდნენ, დამეთანხმე, რომ ცუდად გაკეთებული კარი იყო, უარგისი კარი იყო. სასამართლო უკეთეს იმსახურებდა, ამოიტანეს, ჩადეს მანქანაში და წავედი. აგერ საკონსტიტუციო სასამართლოსთან აღიარებით ჩვენება. ბატონო. ასევე ძალიან მომეწონა ისტორია რეფერალური საავადმყოფოს გახსნის დროს, რომ მთელი დელეგაციით მიხვედით და ლიფტში ჩავიკეტეთ, 14 კაცი შევედით, ლიფტს რომელსაც ეწერა 16 ეწერა. და დელეგაცია ვინც იყო, იქ იყო ჯანდაცვის სამინისტროს წარმომადგენლები, ევექსის ქსელის წარმომადგენლები, საავადმყოფოს წარმომადგენლები და ხა ორ ნაწილად წასვლა, ვიღაცა პირველი ყოფილიყო, ვიღაცა მეორე საქართველოს შორის მეორე არა. საავადმყოფოს? სავარაუდოდ საავადმყოფო გახსნილი იყო და მეორე თუ მესამე დღე იყო. ზუსტად ვერ გეტყვი. სადღაც ეს დღეები იყო რა, გახსნად ითვლებოდა რა, ცერემონიალი და დირექტორმა თქვა, რომ ეს 16 კაციანი ლიფტია და აქ ყველა შევეტევით. მე კი ვთქვი, რომ ეს 16 ჩინელზეა, მე უთხარი გატყვი. ვინ მოგისმინა? შევედით და გაჩერდა. ჩაიქ ვისაუბრეთ კარგახანია. რამდენად მნიშვნელოვანია პროფესიონალიზმისთვის შენი საქმის სიყვარული? მე არ მინდოდა არასოდეს ექიმო. სულ სხვა რაღაც მიყვარდა და დღესაც ის მიყვარს. მინდოდა ფიზიკა-მათემატიკის სპეციალისტი ყოფილიყავი, მე მუშავა მიკრონაწილაკების ფიზიკაში. ეს იყო ჩემი ოცნება და ფიზიკა-ტექნიკური უნივერსიტეტისთვის ვემზადებოდი. აზარტული პიროვნება ვიყავი ბავშვობიდან. ჩვენ ვიყავით რაღაც 3 მეგობარი, რომლებიც 3 ვემზადებოდი ფიზიკა-ტექნიკურს ჩასაბარებლად. ამბობდით, რომ ფიზიკა ძალიან მაგრად ვიცი და ერთ-ერთმა, რომელიც ჩემზე უფროსი იყო, ჩააბარა თბილისის სამედიცინო უნივერსიტეტში, ფიზიკაში ვერ მიიღო 5. და დამცინა მამა ჩემმა, რომ რა ფიზიკა-ტექნიკური აგერ ვერ იღებთ 5-ო. მე ვთხარი დამენისლავე, მე მივიღებ მე. კარგიო, მითხრა. ოღონდ ერთი პირობით მე ვთხარი, რო ჩავაბარებ, გამოიტან საბუთებს და წაიღებ მოსკოვში მეთქი და კიო, მითხრა.
დადგა დღე ჩავაბარე, მივიღე ერთი საგნით 5 და ჩავირიცხე ინსტიტუტში. მე ერთ საგნით ვარ ჩაბარებული, იმიტომ ოქროს მედალს დავამთავრე სკოლა და ახლა ვეუბნები გამოიტანე. იქ ბუნებრივია დედაჩემი ჩაერია, რომ ეს სულელიაო და შენ ამ ხელაკაცს ხო არ გაგიჟდებიო, უთხრა. ინსტიტუტში ჩააბარა და ჩემი გვამის თუ გადააბიჯებთ, თუ არა მაგ საბუთს ვერ გამოიტანთო და ასე გავხდი სამედიცინო ინსტიტუტის სტუდენტი. ძალიან არ მინდოდა, მაგრამ მე იქ რაღაცეები ის მომწონდა, რაც ჩემს ოცნებებთან ახლოს იყო. ეს იყო ფიზიკოლოგიური ქიმია, ეს იყო ფიზიკური ქიმია, ეს იყო ფიზიკა, რომელიც იქ ისწავლებოდა და მე ყველაფერი ამისგან გადავწყვიტე, რომ ის დარგი ამერჩია, სადაც ხელით მუშაობას შევძლებდი და ასე მივედი ქირურგიამდე. და დავიწყე ზოგად ქირურგიაში, მე ქვეყანაში დიდი პრობლემები იყო, იცით თქვენს ეს 90-იანი წლები, კარდიოქირურგიას უკვე უცხოეთში წასვლა უნდა და უცხოეთში ვერ მივდიოდი, მშობლებს ვერ ვტოვებდი. დიახ. ჩემდას და მშობლებს ვერ მივატოვებდი. ამიტომ რომ არ გავქცეულიყავი, გადავწყვიტე მეუღლე მომეყვანა, მოვიყვანე მეუღლე, შევქვენი ოჯახი და უკვე საერთოდ ვეღარსად ვეღარ წავიდოდი. ჩემ თავს ასეთი განაჩენი გამოუტანე, მაგრამ საბედნიეროდ გადასარევი ოჯახი მაქვს, ხო არ ვიცი. გადასარევი მეუღლე მყავს, შვილები. კარდიოქირურგია ჩავანაცვლე ტრანსპლანტოლოგიის ოცნებით და ეს ოცნება ავისრულე. თან ოცნება მქონდა, რომ ბათუმისთვის მეჩუქებინა ეს, იმიტომ რომ მე ამ ქალაქმა ყველაფერი მომცა. ეს ჩემი ოცნების ქალაქია და მე ვერასოდეს ვერ ვიქნებოდი ბედნიერი სხვაგან. მე ამ ქალაქში დავიბადე და მინდა რომ ამ ქალაქში დავამთავრო ჩემი კარიერაც და თუ საშუალება მომეცემა ცხოვრებაც, იმიტომ რომ ეს ქალაქი ჩემი სიყვარულის ქალაქია და მე ამ ხალხმა გამზარდა, ამ ხალხმა მომცა ყველაფერი. ტრანსპლანტაციაშიც კი როცა დავიწყე პირველად აჭარის ჯანდაცვის სამინისტრომ ჩადო ფული, მიამაყება. ამ ქალაქს სამედიცინო ტურიზმის პოტენციალი როგორ კი, რა თქმა უნდა, აქვს, კი, როგორ არა. ჩემი მიზანი იყო რომ მებრძოლა პროვინციალიზმის წინააღმდეგ. აი, ყოველთვის არ მიყვარდა ის, რომ არის დედაქალაქი, დანარჩენი ყველა პროვინციალია და სულ ამ მოვლენას ვებძოდი და რაღაცით ეს დავამარცხე. ქვეყანა, რომელიც თავკომბალად იყო ქცეული, დღეს ესე აღარ არის. ხო, აი, მე ვფიქრობ, რომ ჩემი ნაბიჯიც ამაზე დადებული აგური იყო, მე დავამარცხე პროვინციალიზმი. თბილისში ყველამ მიხვდა, რომ არის ადამიანი, ეს შეიძლება იგაკეთეს. ესე იგი სხვა რამე შეიძლება იგაკეთეს და დღეს კონფერენციებს მართავთ ევროპის ქირურგთა კონგრესებს და ხელისუფლება ამ საქმეში საბედნიეროდ ძალიან გვეხმარება და აი ჯეოანესთეზია რომელიც ყველა წელს მართავს ჩემი მეგობარი ყველაზე ძლიერი კონფერენცია ამ დარგში საქართველოში მაგალითად ტრანსპლანტაციაზე პირველი ყოველთვის თვითონ ამ ტერმინზე რაც მახსენდება ეს არის გურამ ფანჯიკიძის სპირალი კი იქ ტვინის გადანერგვა აქვს, იმიტომ რომ ფანტასტიკაა ტვინის გადანერგვის ალბათობა. მე რომ მკითხოთ, აი, მოდით ასე ვთქვათ, გადანერგვის მიზანი რა არის? არსებული ამ ადამიანის, რომელიც თქვენ გიყვართ, ოჯახს უყვარს, მისი სიცოცხლე გავახანგრძლივოთ, განუსაზღვრელად თუ ეს შესაძლებელია და თუ კი თქვენ ტვინს შეცვლით და ადამიანს შეცვლით. ტვინის შეცვლით ადამიანს შეიცვლება. რა თქმა უნდა. სული შეიცვლება, მისი იდეალური სამყარო მისი შეიცვლება, პიროვნება შეიცვლება და იმ ოჯახს ჭირდება მაგი? იმ ოჯახს ხო ის კაცი უყვარს. გარეგნობა მისი ხო არ უყვარს. მე ვფიქრობ, რომ მაგ უბრალოდ მორალურ-ეთიკური საკითხები უფრო მეტია, ვიდრე ტექნიკურად ამის შესაძლებელი. ტექნიკურად შეიძლება უდესღაც შესაძლებელი იყოს. ეს კარგი იქნება მაგალითად ისეთი მძიმე ტრავმების შემდგომ, როგორც არის სპინალური დამბლა, წელს ქვემოთ მოწყვეტილი როა ხალხი. აი მათთან რო გადავნერგოთ ზურგის ტვინი და მათ აღუდგინოთ ცხოვრება, ეს ხო საოცრება იქნება. ინსულტების შემდგომ, გარკვეული ტვინის უბნის გადანერგვა, რომ ადამიანი გავაცოცხლოთ, ინვალიდი ავაყენოთ. ასეთ რამეს თუ შევძლებთ, ეს დიდი საქმე იქნება. ოღონდ ჩვენ არ უნდა ჩავერიოთ თავარ შემოქმედის და პიროვნების ურთიერთობაში. ჩვენ არ უნდა ავიღოთ ღმერთის ფუნქცია ჩვენ თავზე. ეს არ იქნება სწორი, კარგს არაფერს არ მოგვიტანს. თქვენ თქვით, რომ ოცნება ავიხთინე და ღვიძლის გადანერგვის ოპერაცია დაინერგა სრულად საქართველოში. კიდევ რა თქვენი ოცნება? ჩემი? მომდევნო ოცნება. მე მინდა რომ გვამური გადავნერგვა შევძლოთ, გავაკეთოთ. რამოდენიმე ოცნებები მაქვს, მაგალითად ოცნება მაქვს რომ დონორის ოპერაცია გავაკეთოთ რობოტით. ვაუ. ეხლა ჩვენი ხელმძღვანელი ბატონი მიხეილ ართმელაძე გეგმავს რომ რობოტი შეიძინოს. ეს ძალიან დიდ დანახარჯებთან არის და მე რა ვიცი, მივესალმები მას და მისგვერდითვარო თუ ჩვენ რობოტს შევიძენთ ამ ქალაქში და დავიწყებთ ამასაც, ძალიან მნიშვნელოვანი იქნება და მაქვს სურვილი რომ დონორის ოპერაცია კიდევ უფრო უსაფრთხო გახდეს და შევასრულოთ რობოტზე და
მესამე დღეს პაციენტი გაუშვათ სახლში მაგალითად. აი ეს მაქვს ოცნება. ჯერ ეს ოცნებები ავისრულო მე და გისრულებთ ყველა თქვენი ოცნების ასრულებას და თქვენ შრომობთ ჩვენი ჯანმრთელობისთვის და ქართველების სიცოცხლის გადარჩენისთვის, მაგრამ მე ასე ვიტყოდი, რომ ჩვენ ყველა ერთად უნდა ვიბრძოლოთ იმისთვის, რომ თქვენ ძალიან დიდ ხანს გყავდეთ. და ყველა თქვენი ოცნება აიხდინოთ, ასე ვთქვა და ძალიან დიდი მადლობა. ეხლა მამა ჩემი სიცოცხლეც აქვს ამას გადარჩენა. დიდი მადლობა. მადლობა. მაშინ მე დავამთავრებ ჩემი მასწავლებლის სიტყვებით, ის როდესაც ლოცავდით, ასე პასუხობდა, დაგიჯერებთ და ასე მოიქცევი. და მე მინდა ყველა თქვენს მაყურებელს, მთელს ჩემს ქალაქელებს, ყველას ახალი წელი მიულოცო, შობა მიულოცო და უსურვო, რომ მომავალი დამდგარი ახალი წელი მათთვის ყოფილიყოს ბედნიერების წელი. თავარი ადამიანისთვის ბედნიერებაა და თუ კი ეს ბედნიერება თან სხვის უბედურებაზე არ გადის, ეს ლათ გადასარევია და უსურვებ აი ესე ეცხოვროთ მომავალ ახალ წელს და გვერდზე მყოფი ადამიანის გაჭირვება გაეთავისებინოთ, იმიტომ რომ ჩვენ საზოგადოება ვართ და საზოგადოება ერთი კაცი არასოდეს არ არის. ესეთი იყო ჩვენი გადაცემა დღეს.